ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ამჯერად ჩვენი სტუმარი გახლავთ გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი. ვიკა, საღამომშვიდობისა. ვიკა, 1-6-ის წინააღმდეგ შეიძლება ასეთ შეფასდეს პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების მიუხედავად თქვენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე ხართ თანახმა. საერთო გეგმისა და სტრატეგიის დაზიანება დაფასებს აი ამ თქვენს გადაწყვეტილებას კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი და მინდა რომ ნიკა გვარამიას პოსტი წავიკითხო მისი პოზიცია ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო ქარხნები დაიხუროს და პროდუქცია არ გამოუშვანო აი ეს იძახეს ხვები ამონათეს და ბოლოს თვითონ კოცების შეთხსულ გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს რამდენად მოდის შესაბამისობაში ვიკა როდესაც საუბარი არის ერთის მხრივ მათ შორის თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არალეგიტიმურობაზე არჩევნების იქნება ეს საკანონმდებლო იქნება ორგანო თუ ხელისუფლება და მეორეს მხრივ დაფინანსებაზე უარის არ თქვენ დაფინანსება ლეგიტიმაციასთან არაფერ შუაშია. მოდი დავიწყებ ამითი. ჩვენ 2021 წელსაც გვეკუთვნოდა დაფინანსება, თუმცა მათ კანონის შეცვალეს სწორედ ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ პარტიას დამუქრებოდა დიდი საფრთხე, რომ საერთოდ გამქრალიყო, თუმცა ჩვენ 4 წელია სრულად დაფინანსების გარეშე ვარსებობ და პოლიტიკურ სიდრის წესრიგში ვამტკიცებთ იმას, რომ თუ იდეაზე ხარ დაფუძნებული, მაშინ არ გჭირდება ოლიგარქი გიმყარებდეს ზურგს უკნიდან. ყველა სხვა პარტიას ზურგს უკან ყავს ოლიგარქი, ჩვენ არ ყავს ოლიგარქი, შესაბამისად ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოვუკიდოთ შავ ფულს და ოლიგარქიულ ფულს, რასაც ჩვენ არ ვიზამთ არასოდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ბევრად მისაღებია ბიუჯეტის დაფინანსების მიღება, თუმცა ჩვენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებასაც ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენი ანგარიშები ძალიან დიდი ხნის წინ დააყადაღეს. ხო, მეორეს მხრივ ის არგუმენტები ხა კობახიძის ნარატივი, ну ამ შემთხვევაში ამ წერანაც წაიკითხეთ, ამ ნარატივსაც ძალიან გავს. ხო, მაშინ მოდი მოსახლეობას მოდი მაშინ პოზიციების თანხმედრაზე საუბრობთ. მოდი მაშინ მოსახლეობასაც ხო, მაშინ უთხარით რომ ნუ გადაიხდით გადასახადები, იმიტომ რომ ჩვენ გადასახადებსაც ვიხდით, ხო, ჩვენ მოქალაქეები ვართ. ეს არის ჩვენი ფული, ქართველი ხალხის ფული, რომელიც ყოველდღურად ვიხდით გადასახადებს შესაბამისად. ეს არის არჩევნები იყო ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, არჩევნები არ ყოფილა ლეგიტიმური და ლეგიტიმური არ ყოფილა შესაბამისად დაფინანსება სწორედ აი ამ არჩევნების შედეგების შედეგად და შესაბამისად. ნახეთ, დაფინანსება არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ყველა პარტიის იმ მიღებულ და იმ დაფიქსირებულ ხმის რაოდენობაზე, რომელიც მას აქვს აღებული გაყალბების პირობებში, ცხომესია. შესაბამისად, მოდი მაშინ გამოვიდა ეს კობახიძე და უთხრას იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას, დაიდენტიფიციროს ეს ადამიანი და უთხრას, მოდი თქვენ არ გადაიხადოთ. თუ თქვენ არ აღიარებთ ლეგიტიმაციას, მოდი თქვენ არ გადაიხადოთ გადასახადებით. ახლა რამდენიც არ უნდა ეცადონ, რამდენიც არ უნდა შემოგვიტანონ და ჩვენ გუნდს რამდენიც არ უნდა ებრძოლონ, ჩვენ შავ ფულს და ოლიგარქიულ ფულს ხელს არ მოვკიდებთ. შავ ფულს, ანუ შემოთავაზება იყო ვინმეს მხრიდან შავი ფულის თუ 2021 წლიდან ჩვენი პარტიის მიმართ განხორციელებული ყველა ის ქმედება დაწყებული დაყადაღებით დამთავრებული ყველანაირი დაფინანსების არარსებობით შემოთავაზება იყო თუ სხვა პარტიები იღებენ ოლიგარქიულ და შავ ფულს და სხვა პარტიების უკან ყველოს უკან დგას მსხვილი დამფინანსებელი ხშირ შემთხვევაში ეს არის ოლიგარქი ხომ ჩვენი პარტიის უკან დგას მხოლოდ ხალხი შესაბამისად ჩვენ ამით ვამაყობთ ერთადერთი თანხარითაც შეიძლება ჩვენ ვიარსებობთ ეს არის ქართველი ხალხის გადასახადები, ქართველი ხალხის კეთილი ნება და საქართველოს და ქვეყნის ბიუჯეტი, იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები დიახაც საზრდოობენ მხოლოდ იმ დობით და იმ ადამიანების, ვთქვათ, გადასახადებით, რომლებიც მათ უჭერენ მხარს. შესაბამისად, ჩვენ თუ რაიმე გვექნება ახლაც და ამის შემდეგაც, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანების და იმ ამორჩევლების კეთილი ნება, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. რამდენიც არ უნდა იცადონ, ჩვენ შავ ფულს არ შევეხებით. კი ბატონო, კარგით. საინტერესო არის გაქვთ გაკეთებული განცხადებები, რომ არ გეგმავთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. საინტერესო არის დღესაც იგივე პოზიციაზე ხართ თუ, ვთქვათ, შესაძლებელი არის გადაიხედოს ეს საკითხი სამომავლოდ. ერთადერთი რაც დღის წესრიგში დგას, ეს არის ახალი არჩევნების თარიღი ჩანიშვნა და ყველა იმ დატყვევებული ადამიანის გამოშვება ციხიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ყავს დატყვევებული. რაც ერთი თვის წინ თუ ეს პოზიცია გასაგებია გეგმავთ პარლამენტში შესვლას თუ არ გეგმავთ. ერთი თვის წინ ჩვენ თუ ქონდა პოზიცია რომ არ შევდებით, არ ვაძლევდით ლეგიტიმაციას პარლამენტს, დღეს რამ შეიძლება შეგვეცვლევინოს ჩვენ ეს აზრი. ეს აზრი არ შეგცვლეთ, შესაბამისად არ ვაძლევთ
გაყალბებულ პარლამენტს ლეგიტიმაციას. თუმცა ლეგიტიმაციის ნაწილში მაგალითად საზოგადოების ნაწილი მათ შორის არ დაგეთანხმებოდა ამ ტიპის განცხადებები, მათ შორის ანალიტიკოსების მხრიდან კეთდებოდა დაფინანსების კუთხე და კონტექსტი. ამორჩევლისთვის, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა და ვინც გვენდო, ჩვენ პოლიტიკურ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ფასი, ვისაც არ ენდო და ვისაც დაჭირდა დამატებითი манипуляციები ამისთვის მან გააკეთა, თუმცა ჩვენი ამორჩეველი, ჩვენ 4 წელია ჩვენი სიტყვა არ გაგვიტეხია და ვერავინ ვერ გაიხსენებს ვერც ერთ განცხადებას ან ვერც ერთ ქმედებას, რომლითაც ჩვენს ამორჩეველს რაიმე სახით იმედი გაუცრუეთ, შესაბამისად დღესაც ჩვენს ამორჩეველთან გვაქვს სრული ნდობა, სრული კომუნიკაცია, ამიტომ დიახ, მათ ჯერათ, რომ ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ ამ პარლამენტს. კარგით. გიორგი გახარიას განცხადებიდან მინდა რომ ამონარიდი წავიკითხო, სამწუხაროა და ტრაგიკულია, როცა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია. ვიკა, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ორბელიანების სასახლეში მიმდინარე და საერთოდ არ მონაწილეობთ ამ პროცესებში ყოველ შემთხვევაში. მოლაპარაკების პროცესს გულისხმობ, რომელიც ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილთან. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად თქვენი პარტია არსებულ ოპოზიციურ სპექტრში, ოპოზიციური პარტიებისგან დისტანცირებას ცდილობს და პარალელურ რეჟიმში გეგმავთ, თქვა, დამოუკიდებლად გარკვეული ბრძოლის გაგრძელებას თუნდაც, ან ცალკე გაქვთ გარკვეული გეგმები აი ამ მიმართულებით. ჩვენ პოლიტიკურ პარტიას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ჩვენ დანარჩენ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან გადავიკვეთებით იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების დაცვა და ხელახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნისთვის სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროინტეგრაციისკენ სავალი გზა. როდესაც ამ საკითხებზე მიმდინარეობს რჩეულობა, ჩვენი წარმომადგენელი ყოველთვის იმყოფება ამ შეხვედრებზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ არ ვიმყოფებით ამ შეხვედრებზე. სხვა დანარჩენი რა შემთხვევებია? თქვენ თუ მეკითხებით ამ კონკრეტულ შეხვედრებზე, ჩვენი წარმომადგენელი ყოველთვის არის, როდესაც საქმე ეხება ევროინტეგრაციას და როდესაც საქმე ეხება გაყალბებულ არჩევნებს. მაგალითად იმ დოკუმენტის შექმნას, რომლის მიხედვითაც გეგმავენ ახალი არჩევნების ჩატარებას, მიმდინარეობს პროცესი, მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები, ამ პროცესში ჩართული ხართ. ახალი არჩევნების შესახებ დოკუმენტებზე თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს და ერთ-ერთი გუნდი ვართ, რომელიც ყველაზე მეც მუშაობს ამასთან დაკავშირებით, როგორც ორბელიანების სასახლეში ვიკა. როდესაც საჭიროება დგას ორბელიანების სასახლეში, როდესაც საჭიროება დგას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მაინტერესებს ცხადია და ლეგიტიმურია შეკითხვები, რომ რა ხომ არ ცდილობს ერთგვარად გახარიას გუნდი დისტანცირებას არსებულ ოპოზიციურ სპექტრისგან. მით უფრო თქვენ გაკეთებული გაქვთ თქვენს გუნდს განცხადებები, რომ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ერიდებით. მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ ვერიდებით, როდესაც ამის საჭიროება დგას, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, როდესაც ასევე ამის საჭიროება დგას და დღეს ყველაზე მეტად დგას ამის საჭიროება, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში ხელახალი არჩევნები. როგორ უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციებით, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე. დათხოვნა არ შეუძლია პრეზიდენტს ფაქტია, სხვა შემთხვევაში უკვე დაითხოვდა ცხადია, ხო, პარლამენტს და ზოგადად გამოცხადებდა. ნახეთ, ჩვენი მოთხოვნა, ხო, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეების და ახალგაზრდა ადამიანების ქუჩაში ყოფნა ის ბრძოლა, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს, ითხოვს ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, ხო, ეს ახალი არჩევნების თარიღი კეთილი უნდა ინებონ და იმ უზურპატორებმა, რომლებმაც მიიტაცეს დღეს საქართველოში და თვითმარქვია ხელისუფლება დაირქვეს, ამ ადამიანებმა კეთილი უნდა ინებონ და უბრალოდ უნდა მოისმინონ ქართველი ხალხის ხმა და დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად მინიმუმ საჭიროა ის, რომ სუსმა და გედენემ არ ჩაგიტაროს არჩევნები, მინიმუმ საჭიროა ის, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები ყავდა. აი თუნდაც ის რაც ოდიროის დასკვნაში წერია თეთრზე შავად, რომელიც სამწუხაროდ გარკვეულმა პროპაგანდისტებმა თავისივე ამორჩეულს მიაყენეს შეურაცხყოფა და სრულიად განსხვავებულად დაუხატეს და მათ იმდენად დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ კითხვის უცოდინობას კი დააბრალეს, იმიტომ რომ ვინც ამ დოკუმენტს წაიკითხავდა, ყველა ძალიან ნათლად წაიკითხავდა და დაინახავდა, რაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად და გაყალბდა, იმიტომ რომ საქართველოში დღეს ჩამოშლილია ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში.
ეს არის დაწყებული უთოდრის დასკვნას, რაც შეეხება ამას, რომ გავყვეთ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება მის განსახილველად, რომელიც არის ცესკოსთან მიმართებაში რა ტიპის შენიშვნები იყო უთოდრში? ცესკო დღეს არის თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ცესკო არის თავიდან ბოლომდე პარტიული დაჯგუფება, ხო? უთოდრის დასკვნის მიხედვით. უთოდრის დასკვნაში თეთრზე შავად წერია, რომ ინსტიტუციები, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების სწორად ჩატარებაზე, არ არის დამოუკიდებელი. მათ შორის ცესკოს ძალიან ბევრი, ვთქვათ, წარმომადგენელი. უთოდრის დასკვნა არის ერთ-ერთი მაგალითი. კი ბატონო, იმის თუ როგორც ოპოზიციის ხელისუფლების წარმომადგენლები თავის სხვადასხვა გვარი ინტერპრეტაციით კითხულობენ, ხვალ არის ინაუგურაცია ახალი პრეზიდენტის, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ტიპის მოლოდინი გაქვთ? ნახეთ, საქართველოში ზოგადად ძალიან ბევრ ამას ამბობს ხოლმე ხალხის პოზიცია. ინაუგურაციები დამატებითი რიტუალები საერთოდ არაფერს არ ამბობს და არაფერს არ წყვეტს დღეს მაშინ, როდესაც სასწორზე დევს საქართველოს თავისუფლება და სასწორზე დევს ევროინტეგრაცია. რამდენი ინაუგურაციაც არ უნდა ატარო, რამდენი ყრილობაც არ უნდა ატარო, ამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილი უბრალოდ არ აღიარებს. ვინ არის ეს ქართველი ხალხი, ვიკა? იმის გათვალისწინებით საქართველოს 80%, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ევროინტეგრაციას. რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ევროინტეგრაციას, რომელიც 80% წამში ჩამოანგრია. ხომ არ არის ნახეთ, ხომ არ არის ეს აღქმებით საუბარი იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც 80%-ზე არის საუბარი, რა თქმა უნდა 80-ის და სავარაუდოდ მეტიც. უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, მაგრამ როდესაც საუბარი არის ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდაჭერაზე, აქ უკვე სხვადასხვა პროცენტები არის შესაძლებელი. სხვადასხვა პროცენტები არის გაყალბებული არჩევნების სხვა შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ანუ ოპოზიცია ამ შემთხვევაში მიიღებდა უმრავლესობას? რა თქმა უნდა, ოპოზიცია მიიღებდა უმრავლესობას ქართულობას ნამდვილად. გაერთიანებული ყოლა, არ აქვს მნიშვნელობა, კოალიციური მთავრობა შედგებოდა აუცილებლად სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში. ანუ ქართლის ნაწილზე რომ წავიდეთ? ქართული ოცნება ნამდვილად ვერ მიიღებდა იმ პროცენტებს, რა პროცენტებით დაიწერა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროინტეგრაცია, მათ უნდათ განვითარება, მინიმუმ თანაბარ პირობებში ცხოვრება, შესაბამისად ლოგიკაშიც არანაირად არ ჯდება, ხო? ანუ დღეს ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც საჯარო სამსახურებიდან იფიცება, მიდის ან აგდება, ხო? მაგალითად, მერიიდან რამდენიმე დღის წინ კახიკალაძემ გაუშვა შშმ პირი, რომელიც არაერთი წელი არის მუშაობს მერიაში და ძალიან ბევრი წელი აქვთ შელეული საჯარო მოხელეებს ევროინტეგრაციისთვის. ეს ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი რესურსი აქვთ ჩადებული იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ერთ წამში თავზე ჩამოგინგრევენ მთელს ამდენ ნაშრომს, ჩვენ მათ პროტესტს ძალიან კარგად ვხედავთ, ხო? შესაბამისად, ეს ხო საკუთარი ხალხის მოტყუებაც არის და იმის დაბრალება, რომ ამ ხალხს მაინც შეიძლება შენ უნდოდე ეს უბრალოდ გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ვიკა თქვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ არა მხოლოდ გახარიას პარტიაზე, არამედ საუბარი არის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრზე. ანუ თქვენი აღქმა არის თუ რაიმე თქვა არ ვიცი, სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებთ, თუნდაც იგივე არჩევნების შედეგებზე უკაცრავად ნახეთ, აქ საუბარი არის მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წარმომადგენლებზე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების ნაწილს საკმაოდ მკვეთრი და ხისტი პოზიცია აქვს. ანუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ოპოზიციურმა სპექტრმა ამ კონფიგურაციით და შემადგენლობით საქართველოში აიღოს გაცილებით უფრო მაღალი შედეგი არჩევნებზე, ვიდრე მართლმა გუნდმა. ნახეთ, როდესაც ჩატარდება არჩევნები სამართლიან გარემოში, ჩვენ ამ შედეგებს ძალიან კარგად დავინახავთ. აღქმები არაფერ შუაში არ არის, როდესაც საარჩევნო დღეს სუსი უბრალოდ სახლებიდან არ უშვებდა ამ მომრჩეველს და მიდიოდა თვეების განმავლობაში დაშინება, ფიზიკური ანგარიშწორება, ეს აღქმები არ არის, ეს ფაქტები. ამ ფაქტებზე დამყარებით, ამ ფაქტებზე დაფუძნებით, ვიხილეთ ის დასკვნები, რა დასკვნებიც ვიხილეთ, ხო? ვიხილეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები, ვიხილეთ მათი შემაჯამებელი განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ აღქმები საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ხო? ქართველმა ხალხმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას ძალიან გარკვევით უთხრა არა. და ძალიან გარკვევით უთხარით ქართულ ოცნებას, ჩვენი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო ძალადობრივი რეჟიმი, უნდა დასრულებულიყო ადამიანის პოლიტიკური შეხედულების გამო დევნა, უნდა დასრულებულიყო უთანასწორობა და ძალიან
კაფიოდ დაუსახეთ ჩვენი დაკვეთა რაც იყო. ეს იყო ევროინტეგრაცია. სამწუხაროდ, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ყველა ამ დათქმას, რომელიც ქართულ ხალხს ჰქონდა მათთვის ძალიან კაფიოდ ნათქვამი, დიახ, ქართული ოცნებაც გაუყვება იმ გზას, რომელსაც გაუყვა 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა. აუცილებლად მკითხოთ ქარტიის ნაწილზეც, ქარტიაში ხართ ხელმომწერი ქარტიის და საკმაოდ მკვეთრი განცხადებები კეთდებოდა მაგალითად იგივე თქვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით. საინტერესო არის, როდესაც ხელი მოაწერეთ ქარტიას და ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, მომხდარიყო ისე რომ შეკრებილი იყო ტექნიკური მთავრობა. როგორ მოახერხებდით, როდესაც ამბობთ რომ სრული შეუთავსებლობა გაქვთ ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილთან მაგალითად, თქვენი თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში, ან თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში თუ კი ოპოზიციური სპექტრი გავიდა ისე როგორც თქვენ გაქვთ დაგეგმილი და შეიკრიბა ტექნიკური მთავრობა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ითანამშრომლოთ ნაციონალურ მოძრაობას? მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არავის აღარ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის და იმედის ტელევიზიის გარდა. რას ნიშნავს ნაციონალურ მოძრაობას არ აინტერესებს მსგავსი განცხადებები არ ჩვენს ყოველ შემთხვევაში ჩვენს არ გვაინტერესებს და პირდაპირ თხოვენ რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ იდგებოდა დღის წესრიგში, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას. მიხეილ სააკაშვილზე რამდენიც არ უნდა გველაპარაკოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მეც ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილზე, რამდენჯერაც პროპაგანდაში გაუჭირდა იმდენჯერ იმედის ტელევიზიაში მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანა პირდაპირ ეთერში და რამდენჯერაც დასჭირდა იმდენჯერ ნაციონალური მოძრაობა მოიშველია მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობიდან გადმოპორტირებული ყავს მთელი სისტემა, მთელი იმ რეჟიმის შექმნელები, რომელ რეჟიმსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვებრძოდით და დავასრულეთ. დაწყებული ჩინჩალაძე, მურუსლიძეთი, დამთავრებული ხარებათი, დამთავრებული იმ დეპუტატებით, რომლებიც ეხლა პარლამენტში არის, რომელიც 2016 წელს ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები იყვნენ. ხო, ამ ადამიანებს უბრალოდ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ან ნაციონალური მოძრაობა ეძახან, ან ჩვენ გვეძახონ. ხა ჩვენ ხო გვახსოვს ყველაფერი ძალიან კარგად. ხა 2012 წელს იგივე მოტივით გვდევნი და რა მოტივითაც დღეს გვდევნია, ხო? ის ხალხი, ზუსტად ის ხალხი, რომელიც ხალხიც მაშინ გვდევნი და იქ ხალხი გვდევნის ეხლაც. გასაგებია. როგორ უნდა ითანამშრომლოთ? საერთოდ αρანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის იყო რეჟიმი, ეხლაც არის რეჟიმი. თანამშრომლოთ თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან, აი საბედნიეროდ ამბობთ რომ კატეგორიულად მიუღებელია მათთან თანამშრომლობა, ამავდროულად ხელი გაქვთ მოწერილი ქარტიაზე და ტექნიკური მთავრობის არსებობის პირობებში მოგიწევდათ. ხომ ეს თვალთმაქცობა ერთგვარი პოლიტიკური თუ მართლაც გეგმავთ ასეთი შემთხვევაში? პოლიტიკური თვალთმაქცობა ვისგანაც დღეს ხედავთ, ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს და ყოველდღურად ნამდვილად ხედავთ ამ პოლიტიკურ თვალთმაქცობას. ეს არის მხოლოდ ქართული ოცნება, ნახეთ, პოლიტიკა ზოგადად არსებობს იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს. როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მიდის, ის მზად უნდა იყოს და სრულიად გააზრებული უნდა ქონდეს, რომ ის არის ხალხის სამსახურში. თავიდან ბოლომდე ხალხის სამსახურში და არა კონკრეტული олиგარქების ან კონკრეტული მესიების და ბატონების წინაშე. ანუ ხალხის სამსახურისთვის ხართ მზად რომ თანამშრომლოთ ნაციონალურ მოძრაობასთან? ძალიან კარგად და ახლანდელ ახალგაზრდობას და იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან, ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რა დგას საპირწონე და რა არის ყველაზე პრიორიტეტული. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტული არის ქართველი ხალხი, რომლისთვისაც პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ჩვენთვისია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ განცხადებებში. მოძრაობის წევრები თუ არ დაგვეთანხმებიან, ამას ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ქართველი ხალხი, რომლისთვისაც პრიორიტეტი არ არის მიხეილ სააკაშვილი. როდესაც სუსის და გედედეს მხრიდან საუბრობდით, ხომ დაშინების ფაქტებზე? რა ფაქტები გაქვთ ხელთ საინტერესო? ფაქტები ყოველდღურად ახკმებზეა საუბარი ამ შემთხვევაში თუ რეაგირება გქონდათ თუ როგორ იყო საინტერესო? ახკმებზე არ არის. ჩვენი გუნდი წელიწადზე მეტია მუშაობს დოკუმენტაციით მუშაობს. ანუ კონკრეტული ფაქტები. რა თქმა უნდა, დოკუმენტაციით მუშაობს ყველა იმ დაშინების ფაქტზე, რომელიც თუნდაც ჩვენი გუნდის წევრებზე მიდიოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი გუნდის რეაგირება მოხდა. ჩვენ ყოველდღიურად შექონდა პროკურატურაში საჩივრები, ჩვენ შექონდა ყოველდღიურად რა თქმა უნდა შეტანილი გვაქვს არაერთი საჩივარი, რა თქმა უნდა იმ ადამიანებზე წინა საარჩევნო ჩვენი გუნდის წევრებს ცხეთაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენი კამპანია საერთოდ ტარდებოდა ყველანაირი შეზღუდვის ფარგლებში.
კამპანიაზე არ გავსულვართ საქართველოს რეგიონებში, სადაც არ მოგვისიეს გაურკვეველი წარმოშობის და გაურკვეველი წარმომავლობის არაფრთხილ მდგომარეობაში მყოფი ეგრეთ წოდებული ტიტუშკები. და ჩვენი გუნდის ყველა წევრს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვლა მოუწია იმ დაშინების, შანტაჟის და იმ შევიწროების, რომელიც ქართული ოცნება აწარმოებდა, რასაც ჩვენ ვერ ვწოდით. დრო ამოიწურა ვიკა მინდა უცებად რომ გამოსავალთან დაკავშირებით აი ამ წინადადებას დავასრულებ. შესაბამისად და საქმეები არ არის, ეს ფაქტებია, ჩვენ არაერთ საჩუარი გვაქვს შეტანილი ამაზე. გედედესგან ეს აღარავის უკვირს, როცა ჩვენ ამაზე საუბრობდით, დღეს უკვე ეს ყველაფერი ნათელი გახდა. შესაბამისად, დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ქართული ოცნება ამარჩევნებს აყალბებდა ადამიანებზე ფიზიკური ძალადობით. გამოსავალი არსებული მოცემულობიდან, როგორც მაგალითად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ეს არის მოქალაქეების ერთგვარი კრიზისი, მოქალაქეებში არსებული დაძაბულობა, როგორ უნდა განიმარტოს? ეს კრიზისი მოქალაქეებს საერთოდ არ არსებობს, ეს კრიზისი ვისაც აქვს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ტყვეები, რომელიც ტყვედ ყავს აყვანილი ეს მთელი ქართული ოცნების წევრები, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი სურვილი ჩაიგდეს ამ ტყვეობაში თავი. ქართულ საზოგადოებას არანაირი კრიზისი არ აქვს. ქართული საზოგადოება დაიბადა ხელახლა და გვაქვს ჩვენ საქმე სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებასთან, რომელიც დღეს საქართველოს გადარჩენას ეხმარება. გამოსავალი ერთადერთი გამოსავალი არის ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც ამ ხალხს აქვს. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სამართლიან თავისუფალ პირობებში და ყველა იმ ტყვეს გარეთ გამოშვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. მადლობა, გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.